რა ვქნათ, თუ კონსტრუქციაში არმატურის ნაშვერები არ დაგვხდა, გამოსავალი ქიმიური ანკერირებაა. დღეს გამოვიყენებთ Hilti R500V4-ს, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონთან იმაზე მყარ კავშირს, ვიდრე თავად ბეტონია. ვიწყებთ ბურღვით. მნიშვნელოვანია დავიცვათ პროექტით გათვალისწინებული სიღრმე და დიამეტრი. Hilti R500V4 გამოიყენება როგორც სტანდარტული, ისე ალმასური ბურღვის დროსაც. დაიმახსოვრეთ, მტვერი ანკერის მტერია. ვიყენებთ ორჯერ გამობერვის, ორჯერ გახეხვის პრინციპს. მხრელი უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა. გამოვიყენებთ Hilti-ს ორკომპონენტიან საანკერო სითხეს. საანკერო სითხის შერევის მიზნით საჭიროა სამჯერ გამოუშვათ ნივთიერება. მხრელს ვავსებთ დაახლოებით 2/3, თუმცა საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია. არმატურას ვათავსებთ და ვაბრუნებთ საათის ისრის მიმართულებით. ეს უზრუნველყოფს მასის თანაბარ განაწილებას. ყურადღება მიაქციეთ სამუშაო დროს და გაშრობის დროს დოკუმენტაციიდან. სანამ მასა არ გაშრება, არმატურის დატვირთვა არ შეიძლება. შედეგად ვიღებთ მონოლითურ კავშირს, რომელიც სერტიფიცირებულია სეისმური დატვირთვების დროსაც კი ააშენეთ ხარისხიანად.